დღეს მე მინდა ვისაუბრო რეფორმაცია, კონტრრეფორმაციაზე. ანუ ეს მოვლენა მიმდინარეობს ახალი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნეში, შუახანებში. აი ამ პერიოდში, ასე ვთქვათ, ვიტენბერგელი ბერი არის პროფესორი მარტინ ლუთერი, რომელიც 1493-1556 წლები თარიღდება მისი, ასე ვთქვათ, პერიოდი. კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის წინააღმდეგ არის მისი ბრძოლა მიმართული. კერძოდ, რა ხდება ახლა ეს მოვლენა, რატომ დაიწყო? ანუ რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია, ეს მოვლენა უკავშირდება რელიგიას, რელიგიურ დაპირისპირებას. კერძოდ, აი აქ 1515 წელს იყო პაპი ლეონ მე-10, რომელმაც პეტრე სტაძრის მშენებლობისათვის დაამტკიცა ახალი, ასე ვთქვათ, რეფორმა გაატარა, ამიტომ ეწოდება მოვლენას რეფორმაცია. გაატარა რეფორმა კერძოდ ინდულგენციებით, ასე ვთქვათ, ინდულგენციები გამოსცა. რა იყო ეს ინდულგენცია? ობლიგაცია, რომლის მეშვეობითაც, ადამიანებს ცოდვები მიეტევებოდათ თუ გადაიხდიდნენ გარკვეულ საფასურს. აი ამ საფასურის გადახდით ის აი ამ პეტრე სტაძრის მშენებლობას, ასე ვთქვათ, მშენებლობისათვის ჰქონდა გამიზნული. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არა რელიგიურ ნაბიჯად გამოიყვანა მარტინ ლუთერმა ლეონ მე-10-ის ეს გადადგმული ნაბიჯი და ამიტომ დაუპირისპირდა კათოლიკური სარწმუნოების მმართველს ლეონ მე-10-ს აი ეს მარტინ ლუთერი ვიტენბერგელი ბერი, რომელმაც შექმნა თავისი მიმდევრები გაუჩნდა და მისი სახელობის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა, ეგრეთ წოდებული, ანუ რელიგია, პროტესტანტული რელიგია, ეს არის ლუთერანიზმი. ესე იგი, საპროტესტოდ 1917 წელს 95 თეზისი გამოაკრა ვიტენბერგის, ასე ვთქვათ, ეკლესიის კარებთან და ეს თეზისები, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებოდა აი ამ ინდულგენციებით ვაჭრობას. შემდეგ უკვე 1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო პროცესი აი ამ მოვლენის საწინააღმდეგოდ. 1520 წელს პაპმა ლეონ მე-10-მ მარტინ ლუთერი, ასე ვთქვათ, გამოაცხადა ერეტიკოსად და ეკლესიიდან განკვეთა და ასე ვთქვათ, ამის შემდეგ უფრო სისტემატიურად დაიწყო მარტინ ლუთერმა მოძრაობა და თავისი მიმდევრების, ასე ვთქვათ, შემოკრება. მარტინ ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისათვის გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი კარლ მე-5-ს მიმართავს. კარლ მე-5-მ 1521 წელს ვორმსში მოიწვია გერმანელი მთავრები, ასე ვთქვათ, კრება, რომელშიც, ასე ვთქვათ, აწარმოა პაპებისა და ამ იმპერატორის მოთხოვნით ლუთერს უნდა უერყო თავისი მოძღვრება. ლუთერმა ამჯერად მტკიცედ უარი განაცხადა, ამიტომ ასე ვთქვათ, დაუპირისპირდა და არაერთჯერ მოიწვიეს შემდეგ ეს კრება, შემდეგ საბოლოოდ კი 1531 წელს ლუთერანი გერმანელი თავადები გაერთიანდნენ იმპერატორ კარლ მე-5-ის წინააღმდეგ და აიძულებენ იმპერატორს, რომ შემდეგ გამოსცეს, ასე ვთქვათ, შეთქმის, რა ქვია, აუგსბურგის საზავო ხელშეკრულება, ანუ რომელიც 1555 წელს მოეწერა და აი ამ საზავო ხელშეკრულებით უკვე გერმანიაში პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის, ასე ვთქვათ, დამყარდა, დაიდო ზავი. ანუ კერძოდ რას ითვალისწინებდა ეს ზავი? მთავარი რელიგია იყო კათოლიკობა გერმანიაში, მაგრამ პროტესტანტები არ იდევნებოდნენ და არ ეკრძალებოდათ მათ ეს, ასე ვთქვათ, ამ რწმენისადმი, ამ მიმდინარეობისადმი, ასე ვთქვათ, აღკვეთა მიმდინარეობდა უფრო სწორად. შემდეგი აი ეს
პროტესტანტობა სხვადასხვა სახელმწიფოშიც ასე ვთქვათ წამოვიდა, კერძოდ შვეიცარიაში ეკლესიის რეფორმები, ჟენევაში მოღვაწე ფრანგმა კალვინმა, ჟან კალვინმა ასე ვთქვათ ჩამოაყალიბა ეს კალვინიზმი, რომელიც 1451 წელს შეიმუშავა ეკლესიის მოწყობის წესი და რა თქმა უნდა ეს კალვინისტური ეკლესია თანდათან უფრო მკაცრი ასე ვთქვათ წესებით და რიტუალებით იყო შევსებული კალვინის მოძღვრებით აიკრძალა ცეკვა, თეატრში წარმოდგენებზე დასწრება, ძვირფასი სამოსისტარება, თამაშები, დუქანში შესვლა და ასე შემდეგ. სწორედ საფრანგეთში ისინი თავს ჰუგენოტებს, ხოლო ინგლისში პურიტანებს, შოტლანდიაში კი პრესბიტანებს უწოდებდნენ. ასევე რეფორმა მოხდა ინგლისში, ინგლისის მეფე ჰენრი მერვემ 1509-1557 წელს მართავდა ინგლისს, სწორედ აი მას უკავშირდება მსგავსი, ასე ვთქვათ, რეფორმის გატარება, რელიგიური რეფორმის გატარება. კერძოდ ის დაუპირისპირდება პაპს ლეონ მე-10-ს 1521 წელს, რადგან მას უნდოდა თავის მეუღლესთან განქორწინება, რაზეც არ დათანხმდება პაპი, იმიტომ რომ ეს არ იყო, ასე ვთქვათ, ეკლესიურად რწმენის დამცველი იყო და ასე ვთქვათ საპატიო წოდებათ მიაჩნდა, რადგან განქორწინებაზე უარი, ასე ვთქვათ, უთხრა ჰენრი მერვეს პაპმა, ამიტომ გააბრაზდა, გარისხდა პაპობასთან, ასე ვთქვათ, ჩამოართვა პაპს უფლებები და მან შექმნა ახალი მიმდინარეობა და რელიგიასაც თვითონ სათავეში ჩაუდგა, ეს იყო ანგლიკანიზმი. ამიტომ ინგლისში კერძოდ მე-16 საუკუნეში ჩამოყალიბდა თეოკრატიული მმართველობა. ჰენრი მერვის შემდეგ იყო მისი მემკვიდრე ედუარდ მე-6, რომელიც ქვეყანას მართავდა 1546 წლიდან 1553 წლამდე და ეს ასე ვთქვათ რა თქმა უნდა აგრძელებდა ანგლიკანური ეკლესიის მას რელიგიურ მიმდინარეობას, ლოცვა ლათინურის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა და ამის შემდეგ უკვე მისი მემკვიდრე, ანუ ედუარდ მე-6-ის გარდაცვალების შემდეგ უკვე ქვეყანას მართავდა დედოფალი ელიზაბეტი, რომელმაც ეს რელიგია, ანუ ანგლიკანიზმი შეცვალა კათოლიკური სარწმუნოების და უკვე ანგლიკანური ეკლესია ჩანაცვლდა კათოლიკური რელიგიით. ხო ელიზაბეტ პირველმა აღადგინა ანგლიკანური ეკლესია და ანგლიკანური ეკლესიის, ასე ვთქვათ, ამის შემდეგ უკვე ეკლესიას მეთაური არის მეფე, ის ნიშნავს არქიეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს, რომლებიც თანადროულად ლორდთა პალატის წევრებიც არიან, საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს, კულტ-მსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისაგან შემდგარი, წამსი კი ძირითადად კალვინისტური. რაც შეეხება საფრანგეთში ანალოგიურად კიდევ პროტესტანტობა აქაც განვითარდა, კერძოდ ჰუგენოტები ეწოდებათ და მანთაც ხდება დაპირისპირება. რაც შეეხება კათოლიკური სარწმუნოების, ასე ვთქვათ, აი ამ გატარებულ რეფორმას მოყვა კონტრრეფორმაცია. რას ნიშნავს კონტრრეფორმაცია? ეხლა ჩვენ ვხედავთ სიტყვას კონტრრეფორმაცია, ანუ მის საწინააღმდეგო რეფორმის გატარება. კერძოდ ეს უფრო არა მობიერი, არამედ პირიქით მკაცრი იყო. პავლე მე-3, რომელიც მოღვაწეობდა 1534-1559 წელს, მისი თაოსნობით გატარდა კონტრრეფორმაცია და 1555 წელს მან მოიწვია საეკლესიო კრება ტრიენტში. კრება თითქმის 20 წლის განმავლობაში იკრიბებოდა 1555 წლიდან 63 წლამდე და ძირითადად საეკლესიო დოგმატის საკითხებს და ეკლესიაში მანკიერებათა აღმოფხურის გზებს, ასე ვთქვათ, გზებზე ჭობდნენ. ამ პერიოდში თანდათან 1552 წელს პაპმა პავლე მე-2-მ დაარსა ინკვიზიცია, რომელიც საეკლესიო, ასე ვთქვათ, დაწესებულება იყო, რომელიც სადაც ვინ, ასე ვთქვათ, ეწირებოდნენ ის რელიგიური პროტესტანტების
მის მიმდევრები, რომლებიც ასე ვთქვათ, უარყოფდნენ კათოლიკობას და ძირითადად ინკვიზიციის, ასე ვთქვათ, განაჩენი იყო სიკვდილით დასჯა. ანუ აუტოდაფე. შემდეგ კონტრრეფორმაციას რადიკალური გამოვლინება იყო ბასკი დიდგვაროვნის იგნასიო ლოიოლას მიერ შექმნილი 1534 წელს იეზუიტთა საზოგადოება, რომელშიც ასე ვთქვათ უფრო ცნობილი არის იეზუიტთა ორდენის სახელწოდებით ეს მოვლენა და მას შემდეგ რაც პაპმა ორდენი ასე ვთქვათ აღიარა 1540 წელს მის წევრებს დამატებით პაპის სრულიერთგულების აღთქმის მიცემა ეკისრებოდა. აი ეს ორდენი იეზუიტთა ორდენის გამოცემის შემდეგ კონტრრეფორმაციის პროცესში კათოლიკურმა ეკლესიამ მართალია ვერ მიაღწია ასე ვთქვათ ტრიენტის კრების თავდაპირველ მიზანს დაებრუნებია ყველა ქრისტიანი კათოლიკური ეკლესიის წიაღში, მაგრამ შეძლო კეთილის სახელისა და გავლენის აღდგენა.